რა თქმა უნდა, კაც ბავშვი მიდრეკილია, რომ უფროსებს დაუჯეროს. ანუ ბუნებრივია რა, ბუნებრივია მით უმეტეს მშობლებს იმ ადამიანებს, რომლებიც მას ზრუნავენ, უყვართ და ნდობა დიდია რა. მაგრამ რაღაც მომენტში ბავშვი შეუძლებელია რომ ვერ მიხვდეს რომ რასაც იმ გარემოში ხდება, მისთვის ეს არც სასიამოვნოა, არც საინტერესოა და რაღაცნაირად მოწყენილია და ვალდებულებები აქვს ისეთ რამეებს თხოვენ, რომელიც ადამიანის ბუნებაში არ ჩდება რა, მოდი ასე ვთქვათ, და ბავშვის ბუნებაში არ ჩდება, რომელიც სხვანაირად უნდა ვითარდება, რო წარმოიდგინოთ რაღაცა აი ბაღის სიტუაცია და მე უცბად სკოლაში გადასვლის სიტუაცია, სხვა რადიკალურად ორი სხვადასხვა მდგომარეობაა რა და როგორც კი ამ მდგომარეობაში შედიცო შენ რაღაც ბავშვი 45 წუთის განმავლობაში რაღაც ჩუმად უნდა იჯდე გაშეშებული და იდეაში ყველა ბავშვი ერთი და იგივე რაღაცა ხო წარმოუდგენელია რომ რაღაცა დაავადების შემთხვევაში ყველა ადამიანს რაღაც პანაცეა ხო არის რომ ერთი წამლით უმკურნალო რა ზუსტად ესეთივე სიტუაცია ბავშვებთან მიმართებაში ეს სიტუაცია შეიძლება რომელიღაცისთვის ან ვიღაცისთვის ან საინტერესო აღმოჩნდეს ან მისაღები აღმოჩნდეს მაგრამ შეუძლებელია რომ ასეთი უნიკალური ადამიანებისთვის რომელიც ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება ერთი და იგივე რეჟიმი და ერთი და იგივე მოთხოვნები და ერთი და იგივე ტემპი აი აბსოლუტურად წარმოუდგენელი ანუ წინასწარ განწირულია მარცხისთვის ასეთი სისტემა, რომ ეს უმრავლესობისთვის იყოს სასარგებლო. და ზუსტად ამ გარემოებას ასახავს მე ის კვლევები, რომელზეც წუწუნებთ ხოლმე რა, რომ იქ რაღაცა ბავშვებს არ შეუძლიათ სიტყვების მნიშვნელობა არ იციან სინამდვილეში და ამიტომ არ შეუძლიათ საკითხულიდან აზრის გამოტანა. იქს რომ რაოდენობრივი აზროვნების უნარი არ აქვს, რაღაც 70%-მდე 15 წლის ასაკის ბავშვებს. ეს ხო მათი დამსახურება ვერ იქნება. ანუ რაღაცა უნდა თქვას, რომ ან განსაკუთრებად სპეციფიურად დაბალი IQ-ს მონაცემების ერი ვართ, ან საზოგადოება ვართ და ჩვენ ასეთი ბავშვები ყავს. ამიტომ ან ესე იგი რაღაცას ისეც ვაკეთებთ, რომელიც განაპირობებს, რომ ეს ბავშვები რაღაც 15 წლამდე ამ უნარებს, რომელიც საჭიროა რომ მე ცხოვრებაში ელემენტალურად რაციოს დონეზე იფუნქციონირო, ვერ იღებენ ხო და რაღაც გარემოება ხო უნდა იყოს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად იმ სკოლის გარემოს დამსახურება, რომელიც აი არ შევცვალეთ კომუნისტების მერე და დავიტოვეთ როგორც მემკვიდრეობა.